განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ინგლისურს და კომპიუტერს შეისწავლიან. პირველი შეხვედრა მათთან დღეს შედგა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად მომავლისკენ არის ორგანიზებული და ის მსგავსი კატეგორიის პირებისთვის განათლების მიღებას და სოციალური ქსელის შექმნას ითვალისწინებს. დღეს დაიწყო განხორციელება ჩვენი პროექტის, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის ინგლისური ენისა და კომპიუტერული უნარების სწავლებას, მათ შორის კომპიუტერის სწავლებას დისტანციურადაც. დღეს გვაქვს პირველი ჯგუფი, პირველი შეკრება ბავშვების და უშუალოდ იწყება სწავლების პროცესი, რომელიც გაგრძელდება 5 თვე. და ამ 5 თვის განმავლობაში ვეცდებით, რომ ბავშვებს მივაღებინოთ საბაზისო განათლება ინგლისურ ენასა და კომპიუტერის უნარებში. ჩვენ დავიწყეთ პროექტი განათლება და სოციალური ქსელის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამასთანავე ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ჯგუფი იმ მშობლებისთვის, რომლებიც იქნებიან ამ პროექტში ჩართულები და მიიღებენ რეკომენდაციებს, რჩევებს, დახმარებებს ჩვენი პროექტის ფარგლებში და ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით და თუ საჭირო იქნება მიმართავთ ზემდგომ ორგანოებსაც. პროექტში მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის და ამერიკელი მოხალისეებიც არიან ჩართულები. როგორც უცხოელი პედაგოგი ამბობს, მსგავს პროექტში ის პირველად იღებს მონაწილეობას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვერთვები. ძალიან აღელვებული ვარ და ასევე ძალიან ბედნიერი, თან ძალიან მინდა დავახმარო იმ ხალხს, ვისაც უნდა სწავლის მიღება.